წითელი ჯვრის წარმომადგენლები დღეს კოჯრის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. სტუმრებმა პატარებს მათი ზომის მიხედვით შერჩეული ტანსაცმელი თავადვე მოარგეს. წითელი ჯვრის მოხალისეებმა სპეციალურად ამ დღისთვის ჯამბაზების კოსტუმები ჩაიცვეს და ბავშვებს იმპროვიზირებული სახალისო ნომრები შესთავაზეს. წითელი ჯვარი საქართველოში 1918 წლიდან ფუნქციონირებს. ხვალ ისინი საჩუქრებით უკვე რუსთავის ბავშვთა სახლის პატარებს გაახარებენ. ბავშვებთან მისვლა ყველა ადამიანისათვის პრიორიტეტია. თქვენ თვითონვე ხედავთ, რამხელა დადებითი ემოციების მიღება შეიძლება ამათთან. ამიტომ განსაკუთრებული დღესასწაულია ხოლმე ჩვენთვის, წითელი ჯვრის თანამშრომლებისათვის, როცა რომელიმე ბავშვთა სახლში გვეძლევა საშუალება, რომ მივიდეთ, მიუტანოთ, მივართვათ რაღაცა და მოვეფეროთ. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მოგვიტანე საჩუქრები, ველოდებოდი, მიხარია კიდევაც გამიხარდა. ალბათ იმედია კი მე მოვიან. ჩვენ წინასწარ დირექტორმა გვითხრა, რომ მოდიან სტუმრებიო და ძალიან გაგვიხარდა. მოგვიტანეს დასაცმელები და ყველას დიდ მადლობას ვუხდით.